ეკლესია ლიფტები მაგალითად ეს არის წმინდა ზიარებისათვის მაგალითად აკარიან ციგნები იკარი ლუპა არის კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ მცირე მუზეუმში ამ ნივთებს სათოთადუვლიან. ფოტოები და წიგნები, რომელიც დონ დამიანეს სააკაშვილს ეკუთვნოდა, ეკლესიის არქივში დიდ ადგილს იჭერს. მამა დამიანე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ქუთაისში კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი იყო. ამ პიროვნებასთან დაკავშირებული არის კათოლიკური ეკლესიის, ასე ვთქვათ, ის ბრწყინვალე და ოქროს პერიოდი, რომელიც განიცადა ქუთაისის კათოლიკურმა მრევლმა და ეკლესიამ. დამიანე სააკაშვილმა სკოლა ქუთაისში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი რომში მიიღო. ცოტა ხანს რუსეთში მსახურობდა, სადაც კარიერულ წინსვლაზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა. აქ იგი კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი გახდა. მამა დამიანე ენციკლოპედიური ცოდნითა და დიდი ერუდიციით გამოირჩეოდა, თუმცა მის მთავარ ღირსებებს სხვა თვისებებში ხედავდნენ. დანიშნავი მოძღვარი, ძალიან კეთილი ადამიანი, რომელიც უხვად ასაჩუქრებდა პატარებს. უაღრესად თავდაბალი, რომელთვიან ბავშვებთან ბავშვი და დიდებთან დიდი, ხელმოქმედი პიროვნება. ის უანგაროდ ეხმარებოდა ყველა ქუთაისელს, განურჩევლად მისი ეროვნებისა, იქნებოდა ეს კათოლიკე, მართლმადიდებელი, ებრაელი თუ ასე შემდეგ. კათოლიკურ ეკლესიაში საუბრობენ ერთობაზე, რომელიც იმ პერიოდში სხვადასხვა დენომინაციებს შორის არსებობდა. ამის ერთ-ერთი ინიციატორი დამიანეს გახლდათ. ადრე არ ყოფილა პრობლემა ურთიერთობის და არ ყოფილა პრობლემა რაღაც თანაარსებობის. სამწუხაროდ როგორც დღეს არის. დამიანე საყოველთაო სიყვარულით სარგებლობდა, რამაც ის მძიმე პერიოდებში დაიცვა. გასაბჭოების შემდეგ კათოლიკურმა მისიამ საქართველო დატოვა, თუმცა დამიანეს ეკლესია არ მიუტოვებია. საბჭოთა რეპრესიებმა ასაკომას მოუსწრო, ამის გამო არ დააპატიმრეს. სამაგიეროდ ყველა რეგალია ჩამოართვეს. მამა დამიანე ეკლესიას არ მოსცილდა და მის წიაღში როგორც დარაჯი ისე დარჩა. სიცოცხლის ბოლო წლებში მოძღვარს მრევლი ინახავდა. მრევლმა დამიანე მის მიერვე გაშენებულ ბაღში 1953 წელს დაკრძალა. თელმა ქუთაისმა გააცხადა უკანასკნელ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ის იყო ასე ვთქვათ, შევიწროებული ძალიან და ხელისუფლება კრძალავდა ასეთ მასიურ მსვლელობებს. დონ დამიანეს მისამართი დაკრძალვა დღესაც მუშაობს. მის საფლავზე კათოლიკებს ჯვრის ან საფლავის ქვის დადების უფლებას არ აძლევენ. საპატრიარქოშიც ვიყავით, მამა გაბრიელჩენი იყო იქ რამოდენიმეჯერ მისული. ერთი ესკიზი წარადგინა, მეორე ესკიზი წარადგინა, ეს დაუწუნეს, ის დაუწუნეს. ხარო ჯერჯერობით არც დაფარ, არ ჯვარი, არ არაფერი არ არის იმ ადგილზე, სადაც დასაფლავებელი არის. ჩვენი დიდი თხოვნა არის, რომ მაინც პატარა ქრისტიანული ნიშანი დადებული იქ, სადაც არის მისი სხეული კი. დამიანე სააკაშვილის საფლავზე არ არსებობს ნიშანი, სამაგიეროდ მის ღვაწლს ისტორია ინახავს.